მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობა, დიდი გაცემა იწყებს თავის მოღვაწეობას და შრომას ზაფხულის ამ ხვაჩში. ჩვენ პირველი სტუმარი ყავს ბატონი ირაკლი ხელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება რა თქმა უნდა. ხო, პრინციპში ამას რო უმატებ, აღარც არის დასამატებელი. მე დარჩა ვინმე? არა, ისინი არიან, ხო, რაღაც ფრაქცია კიდე. ევროპელი სოციალისტები. ხო, დანარჩენი პარლამენტში აღარ არის და სხვაჩვენში ძალიან კარგი რომ აღარ არის. გამარჯობა ირაკლი. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ყველანი ტრიალებთ ერთი საკითხის გარჩემოს, ევროკავშირის ღია და დაუფარავი მუქარის გარჩემო. მუქარა შემდეგია, რომ ან გააუქმეთ კანონები, მაგალითად ოჯახური ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი სკოლებში და საბავშვო ბაღებში, LGBT პროპაგანდის ამგზავრავი კანონი, გამჭვირვალობის კანონი, გამოუშვით პოლიტპატიმრები, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, ან მოგიწევთ ვიზებისთვის რიგში დგომა, ხო, მე მიკვირს საერთოდ რატომ მოუვიდათ თავში აზრად ამ ორი ეგრეთ წოდებული იქით ღირებულება, უვიზო არის, ღირებულება არ არის, არის კომფორტი და ამ მართლაც ღირებულების ერთ ორ პინაზე დაყენება, ხო, ცხადი რატომ არ არის? თუ ასეთი დეგრადირება არის პოლიტიკური აზრის ევროპაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ჩემი აზრით გასაკვირი არც არის თუ რატომ მოუვიდათ თავში მსგავსი ულტიმატუმის გამოყენება საქართველოსთვის. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არ იცნობენ საქართველოს მოსახლეობას, არ იციან საქართველოს წარსული, არ იციან საქართველოს ისტორია, არ იციან ის თუ როგორ მოვიდა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ ზერელე და ზედაპირულ დამოკიდებულებაზე, მათ საქართველოს გონიათ ის აგენტურა, ის რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც ერთი ხელის მოსმით ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ ეროვნული ინტერესები დააზიანონ და სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. საზოგადოებისთვის უნდა ითქვას ერთი ძალიან მარტივი რამ, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, თავისი მიზეზი და თავისი საფუძველი. ამ ყველაფრის აი ამ ბოლო განცხადების მიზანი, საფუძველი და მიზეზი არის შემდეგი, რომ ანგარიშწორება მოხდეს ქართულ ხალხზე. ანგარიშწორება მოხდეს სწორედ იმ გადაწყვეტილების გამო, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართულმა საზოგადოებამ თავისი არჩევანით დააფიქსირა და რა მდგომარეობს, რა იგულისხმება ამ ყველაფერში. თქვენ იცით, რომ 2022 წლიდან მოყოლებული გაუთავებელი თავდასხმები, ორკესტრირებული თავდასხმები, შეტევები მოდის ქართულ სახელმწიფოზე, ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და ამის დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, ვინც აღმოჩნდა, ეს იყო ქართული ოცნება, თავისი გონივრული, რაციონალური პოლიტიკით, თავისი מחვილ გონივრული გადადგმული ნაბიჯებით, რომელმაც როგორც არ უნდა შევხედოთ, ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა უბედურებას. დღეს იგივე რო არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, რაც მაგალითად უკრაინაში ყველა კარგად უყურებს, ვრცელდება კადრები, ცალკე ომი მიდის ფრონტის ხაზზე და ცალკე ომი მიდის სახელმწიფოს და საკუთარ მოქალაქეებს შორის. ახალგაზრდები კვდებიან იარაღით და ახალგაზრდების მშობლები აი ამ წაყვანის ხო კვდებიან სხვადასხვა მიზეზებით, გასკდომით, ინსულტებით. ეს არის დიდი უბედურება. კი, ბატონი ირაკლი საუბრობს, როცა ძალდატანებით მიყავს. ძალდატანებით ჯარში ეგრეთ წოდებული ბუსიფიკაცია დაუძახეს, როცა ერთ-ერთ შემთხვევაში იყო აი ამაში ჩათრევას გვიპირებენ. ამაში ჩათრევას მოკვდა მშობელი, იქვე გარდაიცვალა მშობელი. ბატონო, და არაერთი ფაქტია ეს. ზუსტად აი ამისკენ მიგვათრევენ და ამაში ჩათრევას გვიპირებენ, რომელიც თავისთავად დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ არაერთ გზის გადაგვიტანია და განგვიცდია ის მძიმე ტკივილი და ის ყველა მოვლენა, რაც საომარ მოქმედებებს ახლავს თან. ჩვენ დღეს ვართ ყველაზე ჩვენთვის მომგებიან პლატფორმაზე. ეკონომიკა ვითარდება, სახელმწიფო ინსტიტუტები უფრო სოლიდური ხდება და მყარდება. ინსტიტუციონალურად ეს ყველაფერი კარგად ლაგდება, თუმცა ის გარედან მიზანი, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩამოშალონ და ეს ყველაფერი მოხდეს აი ამ სახელმწიფო ინსტიტუტების ხარჯზე, ეს მიზანი არსად არ ქრება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის ერთადერთი რამ,
რომ აი ამ ზეწოლით, ამ შანტაჟით, შანტასაც ხო თავისი ფორმა აქვს. რაღაცა შინაარსი ხო შესაძლოა გააჩნდეს. საქართველოს მოსახლეობას ელაპარაკებიან შანტაჟის ენით და მაგიდაზე დებენ სავაჭროთ რას. რომ გააუქმეთ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, ის კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ სხვათა შორის ქართული საზოგადოების ჩვენი მოსახლეობის დაკვეთით მივიღეთ და ამის დასტურია ის, რაც ხდება ხოლმე 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. ეს არის კარგი შესაძლებლობა. ამ კანონმა დააკანონა ეს. კი ბატონო, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ზოგადად გარედანაც, შიგნიდანაც ყველამ გაიგოს თუ რა არის ჩვენი მოსახლეობის ხასიათი, რა არის ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ერის მისწრაფება. მიუხედავად ამისა, აი ამ ყველაფრისა, ესეთი დამოკიდებულებისა, იმ ისტორიისა, იმ კულტურისა, იმ იდენტობისა, იმ ჩვენი რწმენისა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, მიუხედავად ამისა, მაინც გვეუბნებიან, რომ გაყიდეთ, გაცვალეთ ჯანსაღი მომავალი თაობა და გარყვნილება ვიზა ლიბერალიზაციას. ხო და აი ირაკლი წარმოიდგინეთ, აი ბავშვმაც კი იცის, რომ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში ძალიან დიდი რუდუნებით შეიძლება სიტყვა გავიხსენოთ ქართული სიტყვა უყურებენ ამ ტრადიციებს, ეკლესიას, იმიტომ რომ ქართველისთვის მართლმადიდებლობა, ისტორია, შენი ისტორიული ადგილი ერთ და იგივე იყო ყოველთვის. და ეს სხვათა შორის ეთნოფსიქოლოგია მათ არც თუ ისე ცუდად იცოდნენ, ეგ სერიოზულმა იმპერიებმა დიდი ხანი შეისწავლეს ეს საკითხი. თუმცა არ ჩაეწერათ, ანუ ეს კანონი მაინც არ ჩაეწერათ. გაცილებით უფრო გაუადვილდებათო ვერ იტყოდნენ, ეხლა ზეწოლას აზრი არ აქვს, მაგრამ აი თითქოს და მოგცეს ისეთი ჯოკერი, ანუ რა გამოდის, რომ ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია მათთვის ეს LGBT უფლებები. ანუ ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც მანევრს ცოტა ხანი ეს შევინახოთ და მე როცა ქვეყანას დავითრებთ, მე სულ ჩვენი არ იქნება. არ შეიძლება ტაქტიკური განდახვევა გააკეთოს ევროპულმა ბიუროკრატიამ. მაინც აი არ თმობენ თითქოს და ეს არის გენეტიკური კოდი მათი, რომ აი ეს კანონი არ უნდა იყოს და რა უნდა იყოს, რაც არ აგზავნა. რეალურად ხო, ეს მათი დღის წესრიგი ეს არის, ხო? ხო, აი გასაოცარია. აქ ხო დემოკრატიაზე, დემოკრატიულ ფასეულობებზე, რაღაც ჰუმანიზმზე და მსგავს საკითხებზე ლაპარაკი ზედმეტია, როდესაც საუბრობთ დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიაზე. მათ აქვთ კონკრეტული მიზნები, რომ აი უმცირესობების ხარჯზე და უმცირესობების რაღაცა ვითომ უფლებების დაცვის ხარჯზე უნდა დაჩაგრონ უმრავლესობა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ვთქვათ ევროკავშირმა წამოაყენა ეს წინადადება საქართველოს ხელისუფლების მისამართით და საქართველოს ხელისუფლება მოინდომა და გადადგა ნაბიჯი და ვთქვათ დააპირა ამ ყველაფრის გაუქმება. აი როგორ წარმოგიდგენიათ? ხო, აი როგორ წარმოგიდგენიათ? ეს არის დამღუპველი ჯერ ერთი ქართული ოცნებისთვის, მეორე ქართული საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის და ყველაფრისთვის, ანუ საქართველოს სახელმწიფოს იდეა, რაზეც დაფუძნდა აი ესეთ ტრადიციულ მარადიულ ღირებულებებს. ერთ-ერთი მარადიული ღირებულება ტრადიციული, რომ ოჯახის სიწმინდე ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს განსაკუთრებულად დაცული. და მით უმეტეს ახლა მომავალ თაობაზე რომ მიდგება საქმე და იქ LGBT პროპაგანდაზე და აი ეს სიგიჟე რაც ტრიალებს სოფლიოში და რაც ხორციელდება აი ამ დიდი კორპორაციების მეშვეობით, deep state-ის მეშვეობით, რომ მაქსიმალურად გაავრცელონ ეს და პოპულარული გახადონ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაქციონ მათ რიგებში. ნუ არ ვიცი ახლა. მეცაც გეტყვით. ნაცმოძრაობის და აი ამ ლიბერალური შმოპოზიციის წევრებიც კი ვერ ბედავენ ამ კანონის წინააღმდეგ ღიად გალაშქრებას. კომენტარის გაკეთებასაც ვერ ბედავენ, ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც კი ბედავენ, რომ მიხვიდა რომ მკითხო, წესით ხო უნდა დაუჭირონ ხარი, რომ რა თქმა უნდა, რა გვინდა ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ბავშვებთან უნდა შევიდეს LGBT თემისთვის საინტერესო წიგნები სკოლებში. რა პრობლემაა? ანუ ამას ხო ვერ იტყვიან, ვერ ამბობენ მართლაც, აი ენა აქვს ჩაკმენდი. ხო, იმიტომ რომ მარტივი მოცემულობაა, შალვა. აი ძალიან მარტივი რა წერია ამ კანონში. ხო, მე წავიკითხე. ხო, აი რა წერია ამ კანონში, რომ სკოლებში, ბაღებში, მაუწყებლობაში, საჯარო სივრცეებში იგრძალება LGBT პროპაგანდა. წერია, ხო, მაგალითად აი ესეთი დიდი ღონისძიებები, რომელიც რაღაცა შეიძლება ვიღაცისთვის საინტერესო გამოდგეს. მეორე წერია, რომ ბიოლოგიური სქესი ანუხრელად იქნება უცვლელი. ესენი გვთავაზობენ, რომ
სრულწლოვან ასაკამდე სანამ მიაღწევს ბავშვი, მანამდე მოდი მოითმინოს. არა აირჩიოს. ხო, აი და როცა გადაწყდება, ჩამოყალიბდება, მერე გაირჩიოს. ნუ აი ამაზე დიდი სიგიჟე და ამაზე დიდი ფარსი რა შეიძლება, ხო, რაზე ამაზე აი საოცარია პირდაპირ. აი შენ სწორად აღნიშნე, აი რატო გაუჩნდათ? იმიტომ რომ twin გადაბრუნებული, გაუკუღმართებული აზრია. პრაქტიკულად არ ჭირდებოდათ ეს. ცოტა ხანი მოეთმინათ. მაგათი ბუნებაა. ბუნება ესეთები არიან, ეხა მე და შენ ქვეყანა რო გვიყვარს და მზად რო ვართ რომ ქვეყნისთვის თავი გავწიროთ. მათთვის ეს არის მთავარი. მათთვის მთავარი იდეოლოგია არის LGBT პროპაგანდა. ხო, LGBT-ს ადრე ბავშვებს წაართვეს სისარტყელა. ეხა ამბანს ართმევენ, იმიტომ რომ იმდენად გამრავლდნენ. აი ეს ტექსტები, ხო? ეს ტექსტები, ადრე რომ ვითომ ხანდახან სულოცოდილო მე ტექსტებად მოიხსენიებდი, რომ ჩვენ როგორ უნდა შეგვიცვალოს ორიენტაცია, ესე ფიქრობდი რა. მეწოდებოდა ეს ხალხი, ნუ რა თქმა უნდა ძალადობა დაუშვებელია, დაჩაგრულის ხარეს ვიყავი და ვიძახდი რომ აი ეს შიში ზედმეტია რომ აი ორიენტაციას ვინ შეგვიცვლის კაცო. ეხლა რა ხდება რომ ეგზისტენციურ საკითხად დააყენეს ეს კანონი. ანუ თავად თქვენს რომ კი, ჩვენი ამოცანა არის LGBT-ზაცია ქვეყნის. ელექტროფიკაცია რო ქონდა ლენინს ქვეყნის გოელ დროს გეგმა. არა, ჩვენი გეგმა არის LGBT-ზაცია ქვეყნის და შენ უკვე ვეღარ დაუძახებ, აი ძალიან სვეტსკი ტიპებიც კი, ეგეწოდებული ინტელექტუალები. ამას ადრე შეთქმულების თეორიას ეძახდა. და აღარ არის შეთქმულების თეორია. რატო აი ეგზისტენციალური მათთვის ეს საკითხი? ხო, აი ეგ არის საინტერესო. რომ მე და შენ ისინი ვერაფერს ვეღარ მოგვიხერხებენ, ჩვენ ჩამოყალიბებული ფსიქიკა ზუსტად იქ უნდათ დაარტყან, იმ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას, სადაც გადაბირება და ინტერესება ყურადღების მიპყრობა გაცილებით მარტივია. ხრიკებით, ხო, აი ჩვენ რას უყურებთ ახლა ამ ბოლო თვეების განმავლობაში, რა კატეგორია ყავთ ჩათრეული, აი ამ უაზრო, გაუთავებელ, პერმანენტულ ვითომ და ტანჯვაში, ან რა შედეგი მოყვა, ან რა შედეგი მოყვებოდა. ნუ არ ვიცი. აი ზუსტად ეს არის გათვლა რა, რაღაც ნაწილში ეს ყველაფერი მოახერხეს, წარმატებით განახორციელეს და იგივეს გაკეთება უნდათ, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ის საქართველოა რა. აი აქ ცდებიან, ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკაგი გაური, ესეთი სოფხედველობის და ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები გონიათ საქართველოს. მარტო საქართველოსაც არ არის. აი არ ამგონია პოლონეთი ხო მათი მოკავშირეა ანტირუსულ საქმეში. აბა გაბედონ და პოლონეთში მსგავსი რაღაცები გააკეთოს. პოლონეთი ძალიან კათოლიკური ქვეყანაა. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული ცალკეული მოძრაობები. ან თუნდაც ჩვენი პარტნიორი უნგრეთი რომ ავიღოთ. ან ტრამპის ახლანდელ პოლიტიკას შევხედოთ, კაცო. შევხედოთ ტრამპის ახალ პოლიტიკას. კი ბატონო. და რა ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ, ხო, ეს საკითხებზე საუბარი. კაციშვილი ხმის ამოღებას რო ვერ ბედავდა და მონურმორჩილებაში იყო თითქმის ყველა გადასული ამერიკასთან, Deep State-თან და მსგავს ორგანიზაციებთან, ჩვენ ხმამაღლა დავიწყეთ ლაპარაკი და ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკით დავიწყეთ ქვეყნის მართვა. რაც იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი, ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება. დღეს რო ქვეყანაში მშვიდობა ზუსტად ამის გამოძახილია, ამის შედეგია. ჯერ ვის გვადარებენ, რას გვადარებენ, თუ მე მიწყვიტავ რაღაცას და ულტიმატუმებით მელაპარაკები, გახედე აგერ სხვა ასოცირებულ და კანდიდატ ქვეყნებს, ხო? რა დღეში არის? რომელსაც უვიზუა. ხო, რომელსაც უვიზუა. მაგალითად კარგი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, ემირატები. კარგია, მაგრამ აი LGBT უფლებები როგორ არის დაცული? თუ ეს არის უვიზოს შეწყვეტის საბაბი, შევხედოთ როგორ არის. არ ამგონია, სწორედ ეს არის, რომ ორმაგი სტანდარტი და პირდაპირ იძახიან, ეხა უკვე ღიად იძახიან, ვეღარ მალავდნენ. ადრე ხო დახურულ კარს მიღმა გვეუბნებოდნენ, რომ ომი უნდა დაიწყოთ. სანქციები უნდა დააწესოთ. ეხა უკვე გამოვიდნენ და პირდაპირ თქვეს. აი სურვილი რაც ჰქონდათ რომ საქართველოს ომში ჩაერთოთ და ის სურვილი ის მოწოდებები რაც ჰქონდათ რომ რაც ცალსახად დააზიანებდა საქართველოს ეკონომიკას ხა სანქციების დაწესება რასთან იქნებოდა დაკავშირა 10000-ობით ადგილი სამუშაო ადგილი გაქრებოდა და პირდაპირ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ადამიანებს ხალხს დააწვებოდა და ოჯახებს ფინანსურად ჩათვალეთ რომ ესეც მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა ხო ისინი ეძებენ სივრცეს, სადაც მარტივად შეძლებენ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული. აბსოლუტურად ყველა თელი ძალისხმევა არის ეს. გაუშვან ქართული ოცნება, მოიყვანონ ის აგენტურა და ერთი ხელის მოსმით დაანგრევინონ და გადააჩეხინონ ქვეყანა. აი ეს არის მთელი ამბავი.
თუ ვინმეს გონია რომ ჩვენ რასაც საუბრობდით წინა თვეების და წინა წლების განმავლობაში საფრთხე არის რეალური საფრთხე არის ეხლა გამოჩნდა ხელის გულზე გამოვიდა თან თვითონ ვეღარ დამალეს იმიტომ რომ აქ მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის არის ქართული ოცნების უტეხობა და ის პრინციპულობა ქართულმა ოცნებამ ძალიან რთულ გარე ფაქტორების პირობებში გაიარა ეს და ეს ჩათვალეთ რომ ეს არის გაასმაგებულად წამოსული ზეწოლა. ერთადერთი კოზირი დაიტოვეს, ერთადერთი კოზირი. უვიზო. ხო, ჩვენ ხო გვახსოვს ახლა რა ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პირდაპირ მონაწილეობას პროპაგანდისტებად გვევლინებოდნენ ელჩები, დიპლომატები, რომლებსაც სხვა საზრუნავი უნდა ქონდეთ, სხვა საფიქრალი უნდა ქონდეთ. რომელი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობაა, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერ ღონისძიებებში ღებულობ მონაწილეობას. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოდიოდა და მიუთითებდა, რომ თქვენ აირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირისკენ წაგიყვანთ. ანუ ჩვენ რუსეთისკენ მიყვავდა ეს ქვეყანა და ეს იმ აგენტურისკენ რაღაცა გადაქონდა ისრები, რომელსაც ყველას კარგად გვახსოვს, ხო რა, სად ცხოვრობთ. თან ირაკლი, მთელი პრობლემა კიდე სხვა არის. ქვეყნის დათრევის ბევრი მეთოდი არსებობს. ინგლისს ქონდა, ეხლაც აქვს გენიალური მეთოდიკა, ნახევარი მსოფლიო დაიპყრო 20 ჯარისკაცით, ხო და ერთი გემით. ეს იყო გარკვეული ეკონომიკური ინტერესების განხორციელება, იქ სწავლა, განათლების, ინვესტიციების გაკეთება, იქაურ ინდოეთში მაგალითად იურიდიული სისტემა, როგორც ინდოეთში, ისე ბევრ სხვა ქვეყანაში იურიდიული სისტემა სასამართლოები ინგლისურის ყაიდაზეა და ასე ვთქვათ ცივილიზაციის სახით შედიოდა. ჩვენ არა გვაქვს თითქმის თითქმის რა არა გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობა ამერიკასთან. გვაქვს? არა გვაქვს. ევროპასთან სტრატეგიული პარტნიორობა რაც იყო, არა გვაქვს, არაფერი იმპორტი არ ხორციელდება, ექსპორტი არ ხორციელდება. მიზერი. ხო. ეკონომიკური ინვესტიციები არ არის იქიდან, არ არის, ნუ აი რომ დათვალოს, საიდან მოდის ეს ინვესტიციები, არც დიდი, არც პატარა კორპორაციები, არც კერძო პირები, არც ამერიკიდან, არც დასავლეთ ევროპიდან აქ ფულს არ დებენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი არა აქვს. არა აქვს ეს ბერკეტი. და ზუსტად მაგ დათრევის მცდელობას ემსახურება ის მეორე პუნქტი, რომელიც გულისხმობს უცხოური გამჭვირვალობის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება. ხო, ეს ყველაფერი ასე ემსახურება. ამდენი წელი 90-იანი წლებიდან მოყოლებული თურმე რაღაცა აბსტრაქტულ გარემოებებში გვაცხოვრებდნენ, ვითომ იმის უფლებები, ამის უფლებები, 1000 ორგანიზაცია რისთვის ხარჯავდნენ ფულს, თან გვაყვედრიდნენ, რომ საქართველოს აი ამდენი გამოვიყავით. საბოლოო ჯამში თვითონვე აღიარეს, ხო? ეხლა გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია და პირდაპირ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა NED, USAID და პირდაპირ ამხილა იმაში, რომ ეს ორგანიზაციები სხვა ქვეყნებში რადიკალურ და ექსტრემისტულ პროცესებს აფინანსებდნენ. აი ზუსტად აი ამ ყველაფრის დათრევის უხეშად რო ვთქვათ, პირდაპირ არ არის უხეშად. ხო, აი ეს ყველაფერი, ეს ხელის შემშლელი ფაქტორები მათ თუ არ ქონდათ ძალიან მარტივად გააკეთებენ და გააგრძელებენ იმას, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ხო, რას აკეთებდნენ ახლა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ საინტერესო პოსტერი მიიტანა გადაცემაში, ხო? მე ვისროლე რომანტიზებას ახდენდნენ ადამიანის დაწვის მცდელობის. ხო, გმირი და ამას აკეთებდა ევროკავშირი. ის უწყება და ის ორგანიზაცია, რომელიც თითქოს და ზემოდან გიყურებს და თითქოს და გასწავლის ბევრ რამეს. აი მათი დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი. ნუ ამას ქართული საზოგადოება კარგად ხედავს. მე ყველაზე დიდი იმედის საფუძველს მაძლევს ზუსტად ეს. აი ბოლო პერიოდი რო ავიღოთ, კარგია თუ ცუდია, ეს მეორე საკითხია რა. გაიწურთნა ხალხი პოლიტიკაში. ხო. აი გაიწაფა. შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო. მაგრამ როდესაც საფრთხე მოდის და არის იმის ალბათობა, რომ შენი ქვეყანა დაანგრიონ, შენი ქვეყანა დაამონონ და დააბრუნონ სააკაშვილი ხელისუფლებაში, ავტომატურად შენს სხვანაირად ფხიზლდები რა და შენი პასუხიც არის ადეკვატური. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეს. ყველაზე დიდი მოკავშირე ქართულ ოცნებას და აი ამ პროცესებს, რაც დღეს ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ყავს მისი უდიდესობა ქართველი ხალხი, რომელიც არასდროს ესეთ კრიტიკულ სიტუაციებში არსებობს. ხო, თავისთავად ეხლა რაღაცნაირი მორატორიუმიც კი არის ოცნების, ასე ვთქვათ,
მწვავე კრიტიკაზე მოვა დრო და ეს იქნება და ოპოზიცია აუცილებელია, მაგრამ ეს ხომ ოპოზიცია არ არის, ეს არის რაღაც მეხუთე კოლონა თან კიდე ერთხელ მომვა აი ამ კანონის გაუქმება, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გაუქმება. ღიად ესენიც კი ვერ შეძლებენ ამას. რა თქმა უნდა. ვერც ახსნიან, რომ დაუსვა კითხვა. რატომ გინდა რომ ეს ჩვენ გქონდა შესანიშნავად საქმე. ჩვენ გქონდა ანტიდისკრიმინაციული კანონი. მაგ კანონთანაც კითხვებია, მაგრამ გქონდა. რომელიც სრულად იცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველანაირი განსხვავებულების არსებობას და ცხოვრებას საქართველოში. ეს იყო მიღწევა. მე ჩემს ზედმეტიც მაგრამ მაგას ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა მათ შორის. მეც მათ შორის. ხო. მეც მათ შორის არ ბევრი რაღაც არ მომწონს, მაგრამ ნუ გასაგებია ევროპისკენ მივდივარ და საჭიროა. მაშინ ეგ დრო იყო მოდელი. ტრალივალი, ხო, გასაგებია. მაშინ კოჭის გაგორებები გვიწევდა. ხო. აი როგორც პრემიერ-მინისტრი შემთხვევაში გარეწარი რო დავნიშნეთ, ხო? და ასე შემდეგ რა, ბევრია კიდე. მაგრამ ეხლა ხო ომმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ომი ხო ისეთ თემა რომ კოჭს ვეღარ გაუგორები რომ მოკვდები რა. ხო, შენ თავი არ დაიცავ. მოკლავენ და მაგის რესურსიც არ გვაქვს ჩვენო თავი დავიცვათ. ხო არა, ზანერდა დაიცვა. ფიზიკურად. ხო, შესაბამისად ეს ყველაფერი ხო გამოჩნდა. შესაბამისად ეხლა ჩვენ მომავალზე რო ვილაპარაკოთ. კარგი, ეს გავაჩერეთ, ეს მიუღებელია. ეხლა ჩვენ უნდა დავიწყოთ როგორც პროპაგანდა, ისე მუშაობა, სწორედ აი ამ ღირებულებების უფრო გასაძლიერებლად. ჩვენ სამწუხაროდ ყავს ხალხი ახალგაზრდობაშიც, რომელიც არ იზიარებს ამ ღირებულებებს. რომელსაც ეს გადმონაშთი გონია, შეთქმულების თეორია, მაგრამ ახლა ხო ხედავენ არა? ჩვენ ამაზე, ამ იდეოლოგიაზე, აი ამ იდეოლოგიის დანერგვაზე მეტი და მეტი უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა და ამ ბევრი მიმართულებით არის სამუშაო. პირველი ალბათ განათლების სისტემაში ყველაზე ძირეული რეფორმები და ცვლილებები იქ არის გასაკეთებელი. სააკაშვილის რეჟიმმა პირველი რა გააკეთა? შევარდა სკოლებში, გამოიტანა რელიგია, გამოიტანა შეუშვა მილიცია. აი ნახეთ, საიდან დაიწყო. აი საიდან იწყება რა? რომ ახალი ქართველის ჩამოყალიბების პროცესს დაუდო საფუძველი. დაეცალა ყველა ეროვნული რაღაცა სულისკვეთებისგან ბავშვები, ხო გახსოვთ ის კადრები სკოლაში რო შედის და კიმ ჩეინის აი ჩრდილოეთ კორეაში აღარ ხდება მიშას პატარა ბავშვებს რო აძახე. აი ეგ იყო პირველი ნაბიჯები. ამიტომ ამ მიმართულებით იქნება ძალიან ბევრი სამუშაო პროპაგანდის თვალსაზრისით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით და დღევანდელი პრემიერის ბრიფინგიც პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთებული განცხადებაც ამას ემსახურება, რომ საზოგადოება მიცოდეს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. რა საფრთხეების წინაშე დგას ქართველი ხალხი. გასაგებია, რომ ყველაფერი პერსპექტიული კარგია, მაგრამ არსებობს გაცილებით უფრო იდეალისტური საკითხები. ეს იდეა არის ქართული სახელმწიფოს იდეა. რომელსაც ფიზიკურად ვერავინ ვერ შეეხება. ერთი პირობა შეგვიძლია მივცეთ სულ ყველას, რომ ამ პროცესში ქართული ოცნება იქნება იმაზე პრინციპული და იმაზე მყარი ვიდრე წინა პერიოდების განმავლობაში. არაფრის დიდებით არ შევა ვაჭრობაში მსგავს ემოციურ და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. არაფრის დიდებით არ გადადგავს არც ერთ ნაბიჯს უკან და ყოველთვის გააგრძელებს ეროვნული ინტერესების გატარებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის რიგი პოლიტიკების მოსახლეობის საკეთილდღეობა. ან შესაძლებელი, ან შესაქმნელი. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ვერ უნდა ხერხდებოდეს და დამეთახმები ლაზარე რო იყო საცოდავი ბავშვი, ხო? იმის გაგმირება. ვერც ერთ ნაწილში. ნუ რა გააგმირება? ფაქტია რომ ცდელობა ქონდათ. აი ხო, თავიანთ წრეში ხო, ეგეც შეუძლებელი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ეს მიუღებელია. ადამიანმა, რომელმაც მოკლა რამის ციკლი, წამების ციკლი მიუსაჯა ვიღაც პოლიციელს, ხო? ეს ადამიანი გმირი არ შეიძლება რომ იყოს, ხო? ეს საბჭოთა კავშირში იყო ხო პავლიკ მოროზოვი გმირი, იყვნენ გმირები, რომელსაც არაფერი არ ჩაუდენდნენ და იგონებდნენ ამ დანაშაულს გმირობას და ეს იდეოლოგიურად ის უნდა აეწყოს, ახალი აქტორები უნდა შემოვიდნენ. ყველაზე მეტად დღევანდელი ევროკავშირის იდეოლოგია ვისთან არის ახლოს? საბჭოთა კავშირთან. რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, იგივე მეთოდებია, შეიძლება რაღაცეები უფრო ამაზე მე არ მოვესწარი, მაგრამ ხო და იცი რომ დაბადებული ვარ საბჭოთა კავშირში. გაცილებით ჰუმანურები იყვნენ ეს. ბოლოს ბრეჟნევის დროს, როცა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, გაცილებით უფრო ეროვნული იყო შევარნაძის ხელისუფლება. აი მეგრე გეტყვი. გაცილებით მეტ ეროვნულ საქმეს აკეთებდა, ვიდრე ისინი რო იყვნენ ახლა ხელისუფლებაში, ისინი გააკეთებდნენ შეუდარებლად. ჯერ ეს ერთი იქ როგორ არის ეს გადაწყვეტილებები
რა თქმა უნდა მოსკოვს თავის დროზე სტალინის და შემდეგ დროს მაგად ეჭირა ხელში, მაგრამ შემდეგ უკვე რაღაცნაირი კონსულტაციების ენის კანონი რო იყო ცნობილი, ხო 70-იან წლების ბოლოს. კონსულტაციებს აწარმოებდნენ და მანევრირებდნენ, ეშინოდათ, ესე არ იყო. აქ არც გელაპარაკებიან, პირდაპირ დეპეშას გამოგიზავნენ, ესე ეგრე უნდა იყოს და კარგად იყავი რა. ეგ რატო იცი? ეხა გეტყვი. კიდე ერთი პრობლემა რა არის. გახსოვს ცხონებულმა არ მოკვდა, მაგრამ თანამდებობაზე არ არის. ბორელმა რო თქვა, რომ ევროპა არისო 64-ო, ედემის ბაღიო და თქვენ ჯუნგლებში ხართ. ვიზას ეს მართლა მათხოვრები. აღიქვამე რა, იცი რომ მე შენ გიშვებ ჩემ 64-ეს შეველურო ჯუნგლების ბინადარო. თუ ასე არ არის, მე აღარ შემოგიშვებ. თამოყვარეობა ხო არსებობს არა? თამოყვარეობას გათვლა საერთოდ არ აქვს. ნუ არც აქვთ თამოყვარეობა. ამას რომ თამოყვარეობა და ნამუსი ქონდეთ, ისეთ უსამართლო და უთანასწორო პირობებში არ ჩაგვაყენებდნენ, ხო? რა ის რაც ჩვენ მართლა დამსახურებულად გვაქვს. ჩვენთვის არავის არაფერი არ უჩუქებია. ჩვენ ყველაფერი აი ესე თანმიმდევრული ნაბიჯებით, ძალიან დიდი მუშაობის შედეგად, ბევრი გაკეთებული საქმეების შედეგად, ბევრი სისხლის დაღვრიის შედეგად ყველაფერი დამსახურებულად მივიღეთ. აი ამ დამსახურებულის წართმევა უნდათ. ნუ წაგვართმევენ თუ არ წაგვართმევენ, ეგ მეორე საკითხია. მე იმედი მაქვს, რომ ამასაც არ ექმნება მნიშვნელობა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აქ მთავარია ქართველი ხალხის არჩევანი და ის პროცესი, რომელშიც შევდივართ. არა, ეს გეგმა ხო მარტივი არჩევნების წინ შეიძლება რაღაც განცხადება გააკეთონ, აურიონ ამით, მაგრამ აი ესე პრინციპულად მედიცინური ნაბიჯების გადადგმა შეიძლება გაუჭირდეს, იმიტომ რომ რაღაცა სამართლებრივი მხარეების ხოვნა იმაგრებდეს. კი ბატონო, არ გამოუჭირდეს. რატო უჭირთ, იცი? იმიტომ რომ ტრამპმა შეაჩეჩა ომის წარმართვა. ბატონო. თქვენო გადაუხადეთო, კაცო, იარაღის ფულო, მე მხოლოდ მივიღებო ამ ფულსო. ხო და აღარ აქვს, არ აქვს საშუალებები და რაღაცა უნდათ მეორე ფრონტი ძალიან სჭირდება, ძალიან. მაგრამ საზოგადოებას ყოველ ჯერზე უნდა ვახსენებდეთ, რომ საფრთხე არის რეალური. რა თქმა უნდა, ეხა მით საფრთხე არის ეხლა განსაკუთრებით, იმიტომ რომ მონდომება გაცილებით მეტია ვიდრე ამერიკა გავიდა ევროპას შერჩა მთელი ეს პრობლემა, ამდენ მილიარდიანი პრობლემა შერჩა ამერიკა გასულა პირიქით ეუბნება რომ მე გადამიხადეთ ფულიო. ოჩახ ტრამპის ეს ფაქტი შორის მაქრივ იმედია უფრო კარგი გადაწყვეტილებებით გაცილებით ჩვენთან დაკავშირებით. ნახოთ არა ვაქვს მაინც ბოლომდე მაგათი იმედი. ირაკლი ხელაძე იყო ჩვენი განაცემის სტუმარი, უღრეს მადლობა ირაკლი, ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. შემდეგ გვიწერია ჩვენი ძმაკაცი ზაზა შატილიშვილი და რეკლამის მერე შემოვა. ხო, ნუ აი ჩვენს მაღაზიაში საუბრობდით მეგობრებო. მცირე ხნის წინ, რომ რატო წერია ეს, რატო? ერთ-ერთი ცნობილი აქცია იყო, მე ხა იმ სიტყვას არ გავიმეორებ, მაგრამ შევეცდები ეფემიზმით აგიხსნათ. ნიკნოჩი ბუდიც კაზანა და ნინო ბურჯანაძე აწყობდა რევოლუციას. 26 მაისს. 26 მაისს. მანამდე ჰქონდა 2011 წლის. ხო. როდის? 2011 წლის. 2011. დავით მანამდე ჰქონდა აქციების სერია რატომღაც ტელევიზიასთან, ხო? და იქ გამოვიდა ვეტერანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ვეტერანი და თანამშრომლებს მიმართა, რომ გაგევებენო, შვილებო, გინდათ გეი შვილებიო, თანამშრომლებმაო, გაგვაგევებენო, ოღონდ სხვა სიტყვა თქვა რა და ძირძველი ქართული სიტყვა თქვა. ძირძველი ქართული სიტყვა. რომელიც პზე იწყება. პზე იწყება, ხო. პედესტრიან ესეთი. თავდაშორის პედესტრიან ჩავედი რომში და პირველად რომ ნახე მე ხო ვიცოდი შინაარსი, ორი წიგნი მაგ წაკითხული და რომ ნახე პედესტრიან გაოცდი. ესეთი კაჯი ვარ, მაგრამ მე შევეგუე. მოკლედ, ეს თქვა, მაშინ რა თქმა უნდა ყველა ცივილიზებული ადამიანი ლიბერალი არ ვიყავი, მაგრამ ნუ შეთქმულების თეორია დააგვიქვეს, რომ მე ვინ უნდა გამანგეოს кайქე და ასე. ჯვაგმუშტა გავიხედეთ და ესეთი ეგზისტენციური საკითხი დაგვიხედეს. ამ რაღაც სისულელეში რომ უფასოდ ურიგოთ იღებ კი არა და რიგი არ არის ვიზაზე. ეს ვის მოუვიდა თავში? შენ ამას აქ თეორია რომ ეს არის ჩვენი მომხრეები, იქ არიან ჩვენი. მე დარწმუნებული ვარ რომ ბრიუსელში მუშაობენ ჩვენი მომხრეები, ადამიანები, რომლებიც უჩუმრად, უთქმელად работники невидимого фронта მუშაობენ საქართველოსზე. ხო. და აქედან გამომდინარე ზუსტად ისეთ თემებს და ისეთ ულტიმატუმებს აყენებენ, ვისი შესრულებაც უბრალოდ არათუ შეუძლებელია. არანაირად არ გამოვა გესმის? ხო, ანუ მართლა აი გაუგებარია. რატომ არ იყენებენ აი მაგალითად
ინგლისელებმა როგორ დაიპყრეს, ხო, ინდოეთი და მთელი მსოფლიო, ხო? იქ გარკვეულად მანევრს ჰქონდა ადგილი, არ იყო ეგ ჩიქურ მიჭრა. იქ არ იყო ადგილობრივი ტრადიციების ამბავი, ინდოეთში აკრძალეს, როდესაც რაჯას თან ერთად წვავდნენ ცოცხლად მის ცოლს. ეს ერთი აკრძალეს. მეტი ხო არაფერი არ აუგზალიათ, ხო? არ დიკურ არ ეწინააღმდეგებდნენ. მათ ჰქონდათ თავიანთი მერკანტილური ინტერესები. ეს რა სიგიჟეა, რა საჭიროა. აი გავჭრილობის კანონი მესმის, უნდათ რომ ფული ყოველგვარი კონტროლის გარეშე შევიდეს. პოლიტპატიმრებს რო ეძახიან ბჭყალებში მესმის, იმიტომ დიდ დარტყმას მიაყენებს. ესენი არაფერი პოლიტპატიმრები არ არის, სისხლის სამართლის დამნაშავეები და დიდ დარტყმას მიაყენებს ოცნებას მაგათქავში. აი ეს საერთო სახალხო კონსენსუსი რაზეც არსებობს. მართლა მაინტერესებს, რატო ითხოვენ? საერთო სახალხო კონსენსუსი არსებობს ეს ერთი და მეორე 17 მაისი, რომელიც არის ამ კონსენსუსის გამოხატულება, თან წელს ხო ნახეთ ჩვენი თვალით, რომ აბსოლუტურად სპონტანური იყო და რამდენი ადამიანი გავიდა და ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა, ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევაც არ არის საჭირო, თვითონ ქართული ხალხის განწყობა, ეკლესიისადმი დამოკიდებულება, ქრისტიანული ღირებულებებისადმი, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ეს ძალიან კარგად იციან ბრიუსელში. სწორედ ასეთ და ამიტომ მე მაქვს ჩემი კონსპიროლოგიური თეორია, რომლის თანახმადაც ბრიუსელში აი ზუსტად იქ ფონ დერ ლაიანი არის ქართველი. აი მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიანი არის ჩვენი აგენტი. ჩვენი აგენტი. რომელიც ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას. დაკვეთას, რომ აი ეგეთ რაღაცები ჩაწეროს. ხო, იმიტომ რომ ისეთი მუხტი აიწია ეხლა რომ რა ვიზა, რის ვიზა. ანუ კიდე ქართულს რისიც ეშინია, მთავარი დაუბუა დაუდო. ეხლა მე გისმენდი და გვიანდელ საბჭოთა კავშირზე იყო ლაპარაკი. გვიანდელ საბჭოთა კავშირში მე მოვესწარი და ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი და ერთი ესეთი მომენტია, ასეთი ანეკდოტი დაიბადა თბილისში. ანდროპოვი როცა მოვიდა, რომ უნდა გადაახტუნონ სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლები ქუთაისის ხიდიდან. ხო და ვიღაცას რაღაცას ეთქვა, ვიღაცას რაღაცას და ბოლოს მოდის ქუთაისელი. ხო. და ესე შარლო კოსტომი ჯიჯიკია. ხო და გაიგე ჯიჯიკია ანდროპოვს აუგზალია ხიდიდან გადახტობოდა. ვინ კითხავს ანდროპოვს და გადახტა. ხო, აი დაახლოებით იგი. აი დაახლოებით ზუსტად. ხო და შენ რა ამბობ? ოღონდ გაცილებით უფრო სენსიტიური საკითხი. კი, გაცილებით უფრო სენსიტიური საკითხია, ხო? იმიტომ რომ 14 აპრილი გვახსოვს ყველაზე ძალიან კარგად. რა? რომ საბჭოთა კავშირმაც კი უკან დაიხია. კი, კრემლმა უკან დაიხია. დარეკა შევარდაძე და ბრეჟნევს რომელსაც არ უნდა თავის ატკიება, გაცხელება, ნამდვილად მით უმეტეს ჩვენი რესპუბლიკა ძალიან ისეთი იყო 56 წელი, რის გამო ძალიან გაცივდა ურთიერთობა საქართველოს ისტაბლიშმენტსა და კრემლს შორის. ქართულმა ხალხმა დაკარგა ყველანაირი რწმენა ყველაფრის. და რა თქმა უნდა არ უნდა 78 წელს ამის გამეორება არ უნდა და ეს არის მე იმდენად დარწმუნებული ვარ რომ ვიღაცამ ეს ძალიან კარგად იცის ბრიუსელში ეს ყველაფერი რომ სპეციალურად აი ხო არის კიდე რაღაცებს რომ გთხოვენ და მიშა სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის გაჩენილი რო არის ხო აი გათავისუფლება და იქ ეხლა რასაც უნდა ჭკვიანური რაღაც დაწერო რომ მიაწერე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხო გასაგებია რომ აი სწორედ იდიტომა ანუ მაშინ ესეთ ფილოსოფიურ შეკითხვას იოლად რისი ახსნათ შეიძლება იოლად იდიოტობით ჩვენ შეთქმულების თეორიის. კი, მე ამას ხსნის შეთქმულების თეორიით. ხო და არ არის სწორი. მეცნიერება გვეუბნება რომ იდიოტობით უნდა ახსნას. არა, იცი რა არის? ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. აღარ აქვს მართლა. უყურე რა არის? ამიტომ ესთეტიკურად კონსპიროლოგია ჯობია. ხო, ესთეტიკურად, რატომ ახლა? იმიტომ რომ მოგეხსენება რომ მე-20 საუკუნის ყველა საინტერესო ნაწარმოები ბორხესიდან დაწყებული, დამთავრებული ეკოს იმა ხო თუნდაც ყველაფერი არის ყველაფერი არის აგებული კონსპიროლოგიაზე. კი, ასე. მეცაც გეტყვი ოთარ ჭილაძის შესანიშნავი რომანი გზაზე ერთი კაცი მიდიოდა ეს ზუსტად კონსპიროლოგიური რომანია. მარკესის ყველა რომანი უგამონაკლისოდ მილად პავიჩის ხაზარსკი რეჩნიკ ეს ღირს სერბულ ენაზე ოსტრավ კრიმ
ჩვენი ვასილი აქსიონოვის. ხო, გენიალური. ცოდნია ძმა. შესანიშნავი რომანი. ცოდნია. საიდანაც წამოვიდა სანტა ესპერანსას იდეა აკამორჩილაძის. აკამორჩილაძის. კარგი რომანია, უდაოდ რა. ხო, ისტორია მართალია ჩვენ რა შვად ხობადი ჩვენი კონსპირაცია გვეყო სხვების კონსპიროლოგია გვეყო სხვების კონსპიროლოგიაში მსხვერპლებად თავის წარმოჩენა ჩვენ შექმნათ კონსპიროლოგია ჩვენი კონსპიროლოგია ქართველები ჩვენი ეროვნული ნაციონალური კონსპიროლოგია ქართველები როლა აბარა კი всё ეს ძალიან ერთ შედეგი დამთავრდა ეს გადაცემა ერთი გვაქვს უკვე შესაძლოა კარგი შენ თუ ნახე საცოდავი ხაბეშუს კვერცხი რო ესროლის არა კვერცხი ესროლის ბიჭო და მილაცას გამოუხდა საჩხუბრა და გავშტაბ ერთ სტოპ კადრი გვაქვს სტოპ კადრის საშუალება ეხა ამას შეხედე ეხლა სტოიკაში რო დგება აბა ხაბეშვილი აი კიდე ეკრანს დააკვირდი ამასადარი აი ხაბეშვილი დაინახა აი ეს აი სტოიკაში ხედავ აჰა ვერ დაინახე კარგად მოიცა ოპა შეხედე ეს არის ვერ ხედავ კარგად შეფალები ხო არ გივარგა ჩემი არის აი ეს აჰა ხო დაინახე ესე როა კი აი ეს არის ქართული შმოპოზიციის სახე ანუ აი სტოიკაში დადგამის დედავატი ჭმორი დედავატი გაიგე რა ხდება ეს ხო ვარჯიშობდა შენ ამის ამბები არის ეს TikTok-ზე ვარჯიშობდა ვირივით ვარჯიშობს რემბო რა იყო როკის სტილში ხო იცი ცნობილი როკის სტილში და მე გვეუბნებოდა გური ბაჩო ნახეთ ისე გამოდით არენაზე ანუ ჩხუბში იდიოტია მე ჩხუბში მიწევდა კარატეზე მიწევდა მე და გური და ხო მაგარი დებილი ვერ მოდიხარ გეშინიათ კარატეზე კარატე გონია რომ ანუ რითი გვიპირისპირდებია ბიჭო ანუ რითი გვიპირისპირდებია რომ დადიო და ხო იცი დებილური კინოები რო არის ვიღაცა სკოლაში რო ჩაგრავე და მე ბოქსერო შევა და იქ ყველას რო დედას უტირებს ყველა ჩმორის წოცნება რო ეგ არის რა აქ კარატეო რა გვეშველება კაცო ჩვენ უკვე ნაშველები გვაქვს არა ხო ჩვენი კონსპიროლოგიიდან გამომდინარე საქართველოს ბოლოჟებს კი არ გამწყინდება საქართველოს თავიდანვე გამწყინებულია კი ბატონო ეს არის ჩემი მთავარი თეზისი აქედან გამომდინარე არაფერი არ მოხდება არც ცუდი და არც ესეთი რა ქვია არც კარგი სხვათა შორის ისეთი რაღაცები ხდება რომ არაფერი თუ არ მოხდება უკვე კარგი არა ვიცი რა არის no news good news როგორ აირია მსოფლიო აი მაგალითად ის სირიის ხელმძღვანელი რომელიც დრუზებს კლავდა მასობრივად დაარტყა ისრაელმა ხო? არა მოიგო ევროპა. სხვათა შორის ნათანიახოს ეს გადაწყვეტილება არის ძალიან ლოგიკური. ეხლა რატო? ხშირად ისრაელს აკრიტიკებენ და ნუ ეხლა გარკვეულწილად სამართლიანი როგორი არის ეხლა ძალიან რთულია ისრაელის კრიტიკა, როდესაც გამოდიხარ მთავარი ისრაელი არის კუთხეში მიყენებული ქვეყანა. ნუ ესეთი ნება იყო. ყველა მიცოდა რომ იქ ეგრე არ მოხდებოდა. როცა არსდებოდა მე მესმის ეხლა შორს დაგუყვანს ეს საკითხი, სხვანაირად იყო ჩაფიქრებული და სხვანაირად განხორციელდა. რეალობა დღეს არის ესეთი. ისრაელი არის კუთხეში მიყენებული სახელმწიფო, რომელსაც ჰუმანიზმს ვერ მოთხოვ რა ადამიანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ანუ მართლა მისი ყოფნა ძალიან ბევრი ებრაელი. მაგრამ ეხლა არის ერთი საინტერესო საკითხი დრუზებთან დაკავშირებით. დრუზები ეს არის თავისი წარმოშობით ეს არის ისლამური კულტურიდან ამოსდელი ძალიან უცნაური სექტა, რომელიც უფრო ახლოს არის ნეოპლატონიზმთან და დინემ ისლამთან. მაგალითად მათ ამ სულთა გადასახლების ჩვეულებრივი ორთოდოქსი მაჰმადიანისთვის ესენი არიან კიდე უარესები ვინმე ქრისტიანები არჩევად არის იაღვას რო ეძახით ხო ჩვენ გურულები იაღვას რო ეძახით გურიაში ხო ჩვენ ყოველს მეძახით იაღვას კათოლიკია სომეხი მეც როგორც კათოლიკე ესე იგი სომეხია ქართველი ისა ქართველი მეთქი ქართველი ეროვნებით მაგრამ კათოლიკე მაი იაღვა და კდევიან სიცილით ხოდა მაგრამ ყველაფერთან ერთად დრუზებს აქვს ერთი თავად რელიგიაში ერთი ძალიან საინტერესო მომენტი
მათ რელიგია უგზავნებს სახელმწიფოს შექმნას. ვიდის ჩომდა. ამიტომ ისინი ჭკვიანურია. უყურე რა ხდება, ისინი არიან ისრაელის ბუნებრივი ლოგიკური მოკავშირეები. ხო რომ და არიან ზუსტად იმ ტერიტორიაზე, აი ყოლანის სიმაღლები და რომელიც არის ისრაელისთვის მნიშვნელოვანი. როგორც ტერიტორიის განკონტროლებელი. ძალიან ბევრი დრუზი არის ისრაელის არმიაში და არის არათუ პროლოიალური, იბრძვის ისრაელის მხარეს. ამდენად უყურე რა არის, აქ არის ძალიან საინტერესო, აი ხო არის სიმბიოზიო რო ბიოლოგიაში რო გვაქვს, უფრო დიდი არსება და მცირე არსება და მათ შორის ისრაელსა და დრუზებს შორის არის ბუნებრივი სიმბიოზი. ის გამოც აი ხო ბევრს გაუკვირდა რომ რატო გააკეთა ეს ნათანი ჰუმანიზმის გამო არავითარ შემთხვევაში ეს გააკეთა სწორედ აი ამ ბუნებრივი სიმბიოზის გამო ტრები არიან და მithume არა უბრალოდ მე რის მომდოდა ვიცი რომ ამ განათლებულმა ევროპამ ხმა არ ამოიღო თავის მოკავშირეს რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ანუ ახლა რა თქმა უნდა რაღაც დონეზე იციან ეს მომენტი ცხადია მაგრამ პრინციპში თანამედროვე ევროპას ეხლა ვერ მოთხოვ ძალიან ისეთ სინატიფეებს, პოლიტიკურ სინატიფეებს, იმიტომ რომ ისეთ სიგიჟეში არის გადასული ეს ყველაფერი, იგი აი რა ვიღოთ უკრაინის ომი, აი მაგის მომიდო ზუსტად უკანასკნელ უკრაინელამდე ებრძვის რუსეთს. თან ეს მარცხი მისი და ევროპის მარცხიც არის. თან ტრამპმა რა გააკეთა? უნდა მიყიდოს ის რაც ისედაც ეკუთვნით. ოღონდ მიყიდეს. თქვენ გადაიხადეთ, თქვენ გინდა და იხდის ვინ? ტრამპს აქვს გენიალური იდეა, მონროს იდეა, ჩვენ შორის არის ლამაზი ოკეანე. ვაფშე ფეხებზე მკიდიაო და გინდათო იარაღიო, იყიდეთ და მიეცითო. ოღონდ თან ახოდუ რაღაცების დაითრიაო, არა მარტო საბადოები, ის საბადოების ნახევარი რუსებმა უკვე წაიღეს. წაიღეს კი, აი ეს თუთია სადაც იყო უკვე მაგათო ეს ლითიუმი ხო? თან თუთია ქართულად ესე იგი შევჩენკო და ტორეცკი სადაც არის 90% ამ თუთის უკვე აღებული. არა, აიღებენ კიდე ახლოს. არა, ეს უკვე აღებული აქვს. ხო, და ინფრასტრუქტურას რაც შეეხება უბომბავენ. საშინელი დაბომბები მიმდინარეობს. მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. შესაბამისად, ჩვენ აგერ ნათლად ხედავთ ევროპა ამერიკის მონა ქვეყანა დაქვემდებარებული გარე მართლობის ქონა ქვეყანა რა დღეში არის. ეს არის უკრაინა. უბრალოდ ყოჩაღ პროპაგანდის სიძლიერეს. ჩვენთან ვერ მოახერხეს ეს ხალხის გამოთაყვანა. ეს რა არის საქმე არის ის რომ ჩვენ დროზე ადრე მოვიხადეთ სახადი. ხო, მიშა სახი. ჩვენ მოვიხადეთ ბევრად ადრე და 2008 წელმა ჩვენ ჭკუა გვასწავლა. ძალიან. და 92 წლის თბილისის ომმა და სამოქალაქო ომმა 92 აბა მაშინ აი კარგი აცრები გქონია. ამან ესე იგი პირველი ეს რომ ქართველი არასოდეს არ დამავიწყდება იქ საშინელი სცენა 92 წლის იანვარია, როდესაც სამხედრო საბჭოს შენაერთები ესვრიან ხალხს. და სადეკ თბილისში 92-ში დიდუბის აი ჩაწერილია და ერთი კაცი დიდუბის დიდუბი ხიდთან ახლოს და ერთი ხმა ისმის ესეთი ეს გასაგებია მაგრამ ამის შემდეგ ქართველებმა როგორ უნდა შევხედოთ ერთმანეთსო და როგორ უნდა გავაგრძელოთ ანუ თავი ტრაგედია ხალხი დაიხოცა ამის შემდეგ როგორ და რამდენი ხანი დაგვიჭირდა 2008 წელს მიგვაგდეს მტერთან და თვითონ გაიქცნენ წითელხიდზე. მთელი რიგები იდგა, ხო? ანუ ჩვენ თვალე დავინახეთ, რომ ეს იყო ერთმა შემახურმა თქვა გენიალური ფრაზა. მიშა იყო ჯალალედინიო, რომელიც ქართულად ლაპარაკობდაო. მიშასაც კი იყო ჭკუა და მალე მოახდინა კაპიტულაცია. მიშასაც კი იყო. გამოსავალი არ იყო. ხო, არა, ჩვენ ხო გვეუბნებოდნენ. გამოსავალი არ იყო. ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ ახლა ხო გვეუბნებოდნენ, რომ არა, ბზეჟინსკი მაშინ თქვა ისტორიული წინადადება. თავის ინტერვიუში ზბიგნევ ბზეჟინსკი საქართველოს რო ერთი კვირა გაეძლო, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. აირჩევდნენ მაკეინს. შეწარმოდგენია? არა, ის სიტუაცია იქნებოდა, რომ მაკეინს აირჩევდნენ, რა თქმა უნდა. აბა რა, მაშინ ძალიან გაიზარდა მაკეინის რეიტინგი. ზუსტად მაგ მომენტში. ხო, მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთვის ძალიან კარგია რომ ესეთი იდიოტები არიან რა.
მე ვერ წარმომდგენია ისეთ საქართველოს და ისეთ ქართველი, რომელიც უვიზოს გამო, როცა უვიზოს გაუქმების გამო, როცა საპირწონე ესეთი რამეა, რაიმე ქმედებას განახორციელებს. ხო, იცი რა არის, ეთიკისა და თავმოყარეობის საკითხია. რეალურად ეს ყველაფერი არის რეალურად არის თავმოყარეობის საკითხი. მე ესე ვიტყოდი, რომ ისე დააყენეს ისეთი რაღაცა დაუდეს საპირწონედ, რომ უბრალოდ სირცხვილია. აი საბჭოთი ყოველთვის იგებდა საქართველოში. ბახტრიონის აჯანყებიდან გამომდინარე ხო, ზუსტად, აი ბახტრიონის აჯანყება ძალიან კარგი. ხო, აი კარგი მაგალითია ძალიან. ხო, როგორ არ უნდა იცოდეს შენი ხალხი რა. ქართველი მოითმენს უსაჭმელობას, სიცივეს, რაღაც გარკვეულ, აი ამას ვერ მოითმენს რა. ეს არ შეუძლია რომ დაუშვას. ოჯახის შეურაცხყოფა და LGBT ლიბერალიზაცია. ნუ არა, მოდი ესე ვთქვა, მართალი. ანუ აკრძალვა იმისა, რომ შენ შვილს უთხრან სკოლაში, რომ იცი რა, შენ ჯერ ადრია სქესი მე უნდა განსაზრო. როცა გაიზრდები. მან ეხლა შეგიძლია ამერიკაში ეგრე მასკს ეგრე არ მოწართვეს შვილი. ხო და მოდი რა, მან ეს მულტფილმი ნახეს და ნახე რა გეიწვილია მულტფილმში. სკოლაში ხო, ეს ხო შეიძლება მოხდეს, ვიცით რომ ეს ხდება. ეს ხდება ხო? და ეს ამის აკრძალვა და ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ ნუ რაღაცები საპირწონედ ისეთი რაღაცა აირჩიეს, რომ მე ვუნა თავმოყარეობის საკითხი დგება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, ისევ გეუბნები, აი მახსენდება საბჭოთა დროის ცნობილი ანეკდოტი, ვინ გითხავს ანდროპოვს. დიდი მადლობა ზაზა. ჩვენ გაუძლებთ ამას, რა თქმა უნდა. ხო, და დიდი მადლობა ასევე ჩვენს ნაში ლუდი ბრიუსელი. ნაში человек ბრიუსელი, კი ბატონო, რომ ესეთი კარგი რამ გააკეთა. გოგა ხაინდრავა არის მოსული, შენს მერე გოგა იქნება, მანამდე რეკლამას ვნახავთ. გოგა ხაინდრავა ჩვენი ძმაკაცი მოსული. ხო, ნუ რაზეა საუბარი, რა სისულელე. ხო, თან მით უმეტეს შათირიშვილის მერე არა, რა სისულელე გააკეთეს. ხო, წარმოუდგენელი. რატო გააკეთეს? იცი რატო გააკეთეს? მე მინდა აი ამ ოლე ტროლაილებს უთხრა რა, რომ აი ამ ტელეფონში მაქვს სურათი 1959 წელი, ბრიუსელი. ადამიანების ზოოპარკი. იქ ხალხი დგანან გამოპრანჭულები ბავშვებთან ერთად და იმაში რა ქვია, შემორაგულში არიან ზანგები, ოჯახები. და ესენი დადიან ადამიანების ზოოპარკში. და აი ეს ბიდლა ბიდლა არიციან რა. ხო, ნუ ვინც არიან? დღეს ჩვენ გველაპარაკება დემოკრატიაზე. გველაპარაკება ადამიანის უფლებებზე. იცი ვინ მე ვიყავი 5 წლის უკვე იმ დროს. როდესაც ეს ძელდებოდა. აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ, რომ იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის მიგვაჩნდა ფლაგმანა დემოკრატიის, სკამები იდგა, რომელსაც ეწერა მარტო თეთრებისთვის. და ეს სკამები იდგა 1970 წლამდე. მე სკოლას ვამთავრებდი მომავალ წელს, ხო? აი ეს არის საფუძველი. რამ გააჩინა ეს აბსოლუტური იცი როგორი უზნეობასთანა გვაქვს საქმე, როგორ გარყვნილებასთან, როგორ აი სრულ დეგრადაციასთან გვაქვს საქმე და აი ამ დეგრადაციის ფონზე ეს ოლეოლა ტროლაილები აკაურები რა, აღარც კაცი რო არ არიან და აღარც ქალი რო აღარ არიან, აღარც პოლიტიკოსები რო არ არიან და აღარც ბანკირები რო აღარ არიან, რო კაცმა არ იციან ვინ არიან, რას წარმოადგენენ. კითხვა სვავენო როგორ ვიზა ლიბერალიზაცია რა შეხია როგორ და ეს სულელური კანონი რატო არ უნდა გააუქმოთ ეხლა მე გეკითხები რა შენ წარმოიდგინე სადამდე მევიდა საქმე რომ იმასე კი აღარ არის ლაპარაკი რომ თქვათ ჩვენ შეჯიბრეთობის პრინციპი გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობაში ჩვენ აღმოჩნდით ერთადერთი ქვეყანა ერთადერთი რომელმაც გაბედა და მთელი სოფლიოს გასაგონად იმ წნეხის გათვალისწინებით, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, იმ აბსოლუტური არაადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით ვთქვით, რომ ჩვენ იდენტობას, ჩვენ ღირსებას, ჩვენ წარსულს, ჩვენ წმენას, ჩვენ ბავშვებს და ჩვენ მომავალს დავიცავთ კბილებით, რაც არ უნდა დაგვიპირისპიროთ ჩვენ. ჩვენ ამას არ დავთმობთ. და მე ისევ ვიმეორებ ამ გადაცემაში, მე ვარ ბედნიერი კაცი, ამას 70 წლის გავხდი. მე მივხვდი რისთვის დავიბადე და რატო დავიბადე ამ ქვეყანაში.
რომ აი ამ ყველაფრის მონაწილე ვიყო. ერთ-ერთი პატარა ნაწილი, აი ამ ღირსების, ამ თავდადების, ამ თავგანწირვის. გაიგე? ამ წარსულის აწყოს და მომავლის პატივისცემის. ხო, მაგრამ პრაგმატულობაზე რომ გადავიდეთ. ანუ დაწკილები არიან პრაგმატულობისგან, ხო? ეხლა შენ მანევრი მაინც გააკეთებია. რა მანე რისი მანე კაია კალასმა რა მანევრი უნდა გააკეთოს ეს ნეანდერტალელი საბჭოთა კავშირიდან გამოსული. ეხლა იუნკევიჩიანე იმისი გარბაჩოვის პარტიის წევრი თუ ეს კგბ-შნიცა ნიკოლოზის დროინდელი რო სახე იქნება კავშირის, ხო? ის არის საბჭოთა კავშირი, ის ევროპის კავშირი აღარ არის. ის საწყალი კაცი ალბათ საფლავში ტრიალებს, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ კავშირს, რომელიც დღეს საბჭოთა კავშირად იქცა. თემა დავამთავრეთ, ჩვენ ამ ევროპულ ბიუროკრატიასთან ჩვენ არაფერი საქმე არ აგვაქვს. და ამას თვითონ ადასტურებენ და თვითონ გეუბნებიან ყოველდღე მომშორდი და მოგშორდით, იცოდეთ, არ გჭირდებით არაფერში. ჩვენი გზა გვაქვს. ეს გზა 3000 წელიწადია გრძელდება. უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილ, ბევრად უარეს მდგომარეობაში ყოფილვარ. ჩვენ ყოფილვარ მდგომარეობაში, როცა ჩვენი ხმა არ ესმოდა არავის და როგორც აღმოჩნდა დღეს აი ამ საბჭოთა კავშირში დეგრადირებული 9 ქვეყანამ კი აქედან 5-მა კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია და კიდე 9-მ თქვა რომ ამას როდემდე უნდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა და უთხრა რომ რა გინდათო რომ მაინც და მაინც რუსეთისკენ ეკაჭებით საქართველოსო და არ უნდა ამ საქართველოს აი რას ნიშნავს ავსტრიის პარლამენტში რომ მემარჯვენე ძალიან ბევრია აი რას საერთოდ არის ქვეყნები რომელსაც საკუთარი თავის და წარსულის ხსოვნა და პატივისცემა აქვს ეხლა შენ წარმოიდგინე რა რას 540 დეპუტატი ისე უწევს ხელს რაღაცა რეზოლუციას, რომ შიგნით არც კითხულობს რა წერია. არა, რა თქმა უნდა, განხილვაზე არის. ეხო გავლილი ვაქვს, შენ და მე მაინც რა იმას აკისავართო, ეს საბჭოთა კავშირში ნანახი მაქვს და ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას იმის რა ქვია გორბაჩოვის წარმომადგენლობა აწევს თუ ფონდერ ფაიზერის ეს კორუფციის დედა წარმოიდგინე, სამარცხვინო ქალი წარმოიდგინე. რომელიც დღემდე არ აქვეყნებს მიმოწერას და რეალურად სასამართლომ უკვე დაადგინა რომ ეს არის მეკრთამე უდგეთ სათავეში წარმოიდგინე მეორე ერთ-ერთი ლიდერი კაია კალა მაგის ქმარს მილიონიანი ბიზნესი აქვს რუსებთან წარმოიდგინე არ ვიციო შეკაიდეთ მამიშვილო შენი ქმარი რასაკეთებს თუ არ იცი საგარეო საქმეთა საქმეები როგორ უნდა მართო ევროპის ეს არის დეგრადირებული ჩამოშლილი აბსოლუტურად ჩამოშლილი რატო არის დღეს გამოაცხადა ორბანმა რომ მე არ გამოურიცხავ რომ ევროკავშირი დავტოვოთო ხო ეხლა მეორე რაც მოხდა გუშინ წინ ზუსტად არ მახსოვს აი გუშინ წინ საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერა ხელი სამხედრო შეთანხმებას თანამშრომლობის მანატო რა არის არა ნატოს ევრია ორივე ქვეყანა ხო სამხედრო კავშირი ნატოს ფარგლებში არის ეხლა ნატოში თუ ესე იგი რატო მოაწერეთ ხელი ესე იგი ნატოც აღარ არის ხო ნატორი აღარ არის ევროკავშირი აღარ არის მე მინდა ქართულ საქართველოს ხელისუფლებას მიმართო რომ ეს კონსტიტუციიდან ამოიღეთ ვერ ამოვიღებ ჯერჯერობით სამწუხაროდ ხო რისი ნატო რისი არ არსებული ჩამონგრეული ჩამოშლილი დეგრადირებული ორგანიზაციებში რატო უნდა შევიდეთ ერთი გამაგებინე აი ორბანზე გამახსენდა უნგრეთმა განაცხადა პროტესტი იცით რომ უშგოროდში უნგრელები ცხოვრობენ უკრაინის ესეთი ოლქია რომელიც სტალინმა მისცა მათ თორე ეს ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო და სტალინმა აჩუქა უკრაინას როგორც ხრუშოვმა აჩუქა ყირიმი და იქ ეკლესიას დაესწნენ თავს უნგრელებს და საშინელი პროტესტი განაცხადა რა უნგრელი კაცი უგლესის მოხალხე მოკლეს ცემაში. კი ბატონო, ეგეც იყო. და მაგაზე მოითხოვა დაჟა მოითხოვა მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი დაჟა, იმიტომ რომ კაცი მოკლეს ცემი და ჩვენ ხო უყურებთ ყოველდღე. აი აქ არის ყოველდღე. ეს რას უყურებს შემი თუ ხალხი კვდება ქუჩაში პირდაპირ. მობილიზაციას ეძახიან ამას რაც ხდება, ხო? და საერთოდ სოფლიოში ეხა ისი როგორ აი გადატრიალდა რა სოფლიო ის რაც ჩვენ გვახსოვს, რაზეც ახლა ეს ოლეაულა ტროლაილები რო დარბიან და იქ რაღაცებს რო კადრი უნდა გაუშვა აუცილებლად. კადრს გაუშვებულ რა ხდება უკრაინაში? აი ეს ქვეყანა გაუშვთ. ეს შვილი წაიყვანეს რა ჯარში. არა იქ ცემით რო კლავენ ქუჩაში. Пидоры, чтобы вы были прокляты, блядь! Блядь! Нахуй.
არა, საერთოდ იმაზე ლაპარაკი აღარ არის უკრაინას რაც უქნეს ეს ბოროტი მასხარა ეს არის. რაც უქნა ამ ქვეყანას წარმოიდგინე. მიწასთან გაასწორეს და აი ესენი. და 18 წელს ხაზარაძეები და ჯაფარიძეები და ეს ლიაკები. ეხა მე ვაფშე აი პარადოქსი ხო ეხა სასაცილო არის უკვე რა, სასაცილოც აღარ არის. ესე იგი წარმოიდგინე პერსონაჟი FSB-ს თანამშრომელი. ყოველ თვე ღებულობს რუბლებს რუსეთიდან. ღიად დაუფარავად. იცის ყველამ. არც იმალ თვითონაც აღარ მალავს რო ღებულობს. რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება ადამიანი, რომელიც ყველანაირად ცდილობს რომ ჩამოიქცეს ეს ქვეყანა. გერმანიის ელჩი ეს ნაცისტი ეს სამარცხვინო კაცი, რომელსაც საერთოდ არ დაედგომება საქართველოს. მაგასო თავმოყარეობის ნასახი კონდეს ის საქართველოში როგორ გაჩერდებოდა. მიდის მასთან და მხარს უჭერს FSB-ს აგენტს, წარმოიდგინე, გერმანიის ელჩი. შენ აბსურდის შენ გესმის რა აბსურდში ვარ სულ ყველანი, ხო? ესე იგი გუშინ წინ ეს რა მდგომარეობაა რა ამ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა რუსებს დაეძაბა აზერბაიჯანთან ძალიან სერიოზულად ურთიერთობა. რუსები თუდამეს დამართავენ იგივე არის სამხრეთთან ურთიერთობაში. აქეთ ომი. რა ორი დღის წინ ისრაელმა დაბომბა დამასკო წარმოიდგინე. ის კი არა რომ დრუზების საქმე თქვენ განიხილეთ გასაგებია სხვა თემაა, მაგრამ დამასკოში პრეზიდენტის სასახლეს ახლა პრეზიდენტი და ეს მეორე თემაა კიდე ვიზია ლაპარაკობთ, ხო? და დაბომბა თავდაცვის სამინისტრო. პრეზიდენტად ზის კაცი, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, კონტროლკებს როგორ უკეთებს თავში ხალხს, თავის დროზე. ძლიერი წარსული ქონდა. ხო. ტრამპმა თქვა რომ ამასო მაგარი წარსულის კაცი და დიდი მომავლის კაციაო, ხო? ამ დიდი მომავლის კაცმეს და ხო ფებრუარისიდან ერთი კვირის ამოღებული. ხო, ეხლა მე მინდა კადრები, რამაც განაპირობა ამ დრუზებზე, განაპირობა მოყავთ ტიტოელი დრუზები, ხელები უდევთ აქა და გზაში ხოცავ. და ალავიტებიც. ხო, და ხაზში ხოცავ. ეხ შენ წარმოიდგინე, აი ამ აბსურდში ვართ ჩვენ, აბსოლუტურ აბსურდში გარშე. სოფლიოს აბსურდში და გამოდიან ტრულაილა, ოლე ტრულაილები და გვეუბნებიან რომ იქ არის ჩვენი ადგილი. გესმის? და ამაზე იხევენ ყველა ციხიდან წერს ბადრი ჯაფარიძე რომ ევროპა ბადრი ჯაფარიძე რომელიც თავის ფეხით შევიდა იმიტომ რომ იქიდან უბძანეს რომ იქ შესვეს ბადრი ჯაფარიძე ციხეში შანსი არ არის რომ ესე იგი რავალდებულებებია ხაზარაძე ჯაფარიძეს მეორე ჯაფარიძეს ამ იმას რატო შევიდნენ იმიტომ რომ ვალდებულებები აქვთ იმიტომ რომ უბძანეს იქ რამ შეიყვანდა ან ერთს ან მეორეს შენ წარმოგიდგენია 100 მილიონი აქვს თითოს ანგარიში აბა ბიჭო 100 მილიონი ნაყაჩაღები ფული ნათაღლით არის ფული იმიტომ რომ საკუთარი ბანკი გაძარცვეს გამოიტანეს ამ მესამე თაღლითი რო არის წერეთელი ჭუტა წერეთელთან ერთად ფული ჭუტა წერეთელს ფული მიცეს ყოველგვარი იმის გარეშე 17 მილიონი იმან მეორე დღეს უკან დაუბრუნა იმათმა ოფშორი შემოატარეს და შეიტანეს ისევ საწესდებო კაპიტალში და აიწეს და ამაზე ყველა სასამართლო წააგეს და აქაც თაღლითობაზე ასე ვთქვათ 7 წელი მიესაჯათ მაგრამ ნუ რაღაცეების გამო მეორედ არიან ასამართლები და ეხლა აქ ეს კაია კალასი ეს ნუ რა გითხრა ეხლა რა როგორ რა შევადარო ეს კაია კალასი ეხლა შენ წარმოიდგინე კავშირი რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე ევროკავშირი ღირსებები ღირებულებები გეუბნებიან რომ ადამიანი რომელიც მიზან მიმართულად დავალებით არღვევს კონსტიტუციას გამოუშვი რატო იმიტომ მე მინდა ესე ხო ის მზია ამაღლობელი არის პოლიტიკა სინდისის პატიმარი აი ეს ვიღაცა დღეს რო იყო სასამართლო იმას რა ქვია მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციას სინდისის პატიმრები არიან გამოუშვით და ჩვენ კიდე ჩაქცეულ ხართ მთელი საქართველოს რატო იმიტომ ჩვენ ესე გვინდა ვის ჩვენ ბიუროკრატებს ბრიუსელი თუ არა და ხო თუ არა და ჩაგიკეთავთ ვიზა ლიბერალიზაციას ეს ვიზა ლიბერალიზაცია დიდი ხანია ჩაკეტილია პოლონეთსა და გერმანიას შორის საზღვარი არის დაკეტილი ხო რეალურად უკვე ვიცით იმიტომ რომ იმ მიგრაციამ რომელიც ანგრევს ევროპას ეხლა დღეს ისეთი ფაქტი გავიგე ხა ირაკლის სუსვენდი კობახიძეს და გამოვიდა თქვა მე რო სწავლობდიო გერმანიაშიო და ეხა დოქტორია გერმანული სამართლის ვიცით ყველამ ხო და ნუ ჩანს კიდევაც ახლა ერუდიცია და ცოდნა ხო ყველაფერს თავი დავნა
85% იყვნენ ქრისტიანები, დღეს არიან 49. 20 წელიწადში გერმანიაში. ხო, გაჩქარებული ტემპები. 46% ჩამოვიდა ქვემოთ, ხო? და ეს არის 50 მილიონიანი ქვეყანა. ჩვენ ვართ 3 მილიონნახევრიანი ქვეყანა. შენ გეუბნებიან, რომ ან ვიზა ლიბერალიზაციას წაგართმევთ, ან დარა და შენი ბიჭი გოგოა თუ თვითონ განსაზღვრა. ბიჭია თუ გოგოა, კაია კალასი იტყვის ამათ. ის გეტყვის, რომ შენი ქალიშვილი, ჩემი ქალიშვილი მარიამი, ბიჭია თუ გოგო, კაია კალასი მეტყვის იქიდან და თქვენ ხო არ გაგირეკიათ ერთი ვიღაცა. ხო და რატო დააყენეს საპირწონე? იმიტომ რომ გადაგვარდნენ ისა, შალვა. დაკარგეს ყნოსვა რა. ყნოსვა კი არა, ღმერთი დაკარგეს. ნუ არც ღმერთი და წმენა დაკარგეს, ღმერთი დაკარგეს. დაკარგეს საყრდენი. გლობალურ ბრიტანეთს არც მაინდა-მაინც ჰქონდა ჩვენი გაგებით დიდი წმენა, მაგრამ ყნოსვა ჰქონდა, ანუ სხვანაირად უსრულებდა. კანონი ჰქონდათ. ერებს ჰქონდა, წესი ჰქონდათ, ხო. ანუ ინგლისური დაზვერვა ნელ-ნელა გადმობირებით, აი ძალიან ცნობილია ლოურენს არაბიელი, ცნობილი ადამიანი, რომელმაც არაბები თურქების წინააღმდეგ გაამხედრა და ჰქონდათ ეს ძალიან ხლარ საერთოდ როგორ შეიძლება ათნოფსიქოლოგია არ იცოდეს, რომ აი ეს მოროშო რა. ეხლა შენ წარმოიდგინე, რომ 340 თანამშრომელია ამერიკის საელჩოში საქართველოში. აქედან 40 დიპლომატი არის თუ არა, არ ვიცით. 300 არის დაზვერვის თანამშრომელი, ამას ლაპარაკი არ უნდა, ხო? ეხლა დიპლომატი ის არ გამოდგა, რა ქვია, არც ერთი ელჩი, არც მეორე და 3 ელჩი ზედიზედ დაზვერვის თანამშრომლები არიან და ეხლა დანარჩენები რატო უნდა იყვნენ, ხო? აი ამ 35 წელია ეს გრძელდება აქა და სალომე ზურაბიშვილი გონიათ ლიდერი. აბა და ლიაკა ხოშტარია. აბა და გირჩი ჯაფარიძე. შენ წარმოიდგინე რა სიღრმის და დეგრადაცია. იქიდან იმიდან რა ქვია, ქაბულიდან პორტარტულის ცხენს რო გამოაცხეს, ამას ეს რაღაცას მისწორებია, რომ პორტარტულის ცხენს რატო გამოადა, просто უბრალოდ იქიდან მახსოვს იმ მაგარი ფილმი. პიპინიადან. ხო, პორტარტულის საკუთარ ცხენს გამოასწრო. არაჩვეულებრივი CIA-ის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ არ ველოდებოდით კაბულში ტალიბებსო. ოღონდ რანაირად ეხლა შენ წარმოიდგინე, რომ დაზვერვის უფროსი რო ამას იტყვის, რომ კაბულში ტალიბებს არ ელოდებოდა. ეს ერთია რომ არ ელოდებოდა და მეორეა რომ ამას ხმამაღლა აცხადებს მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეხლა ამ პირობებში, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო? დღეს სულ ფიქრობდი რა, ბოლო დრო რომ მეთქი ამდენს რატო ალაპარაკებენ ამ ის რა ქვია, ის მედია საროსკიპოები რო არის და ეს მედია როსკიპები რო გამოდიან იქა, როდესაც ან თქვათ პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერ-მინისტრის ან მინისტრების გამოსვლები რო ამდენს რატო ალაპარაკებენ. მეთქი იმიტომ ხო გესმის რა, მე მივხვდი რატო ალაპარაკებენ. იმიტომ რომ ესეთი სიგიჟე, რასაც ისინი ლაპარაკობენ რა, გაიგე, შენ პასუხი მაგას არ ჭირდება. საკმარისია რომ მოისმინო ეს რას ლაპარაკობს საზოგადოებამ, რომ მაგას პასუხი აღარ ჭირდება. იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაცია. აბა ბიჭო, ეს რა იყო ბრიფინგზე მე შემწყვა რა. ხო, არა, ის ეუბნება კონკრეტულ ფაქტებს უსახელებს, რომ აი ოჯახური ღირებულებები, LGBT პროპაგანდა, ეს ეგზისტენციური საკითხია. არა, ეს ეს რაღაცა კანონი და რას მოიმოქმედებთ? რატო არა ქართული ანდაზა გიჟი მიუშვე და მაგარი მოიყოლეს ვენეციის კომისია, ხო. და ამაშია საქმე რო გაიგე, იმდენად არიან, აი, აბსოლუტურად დეგრადირებულები, როგორც ის, ეხლა პატრონები ყავ დეგრადირებულები და ეხლა თვითონ რას წარმოადგენენ, ხო ვიცით, ეხლა ის რა ქვია, ბოსი რო ხაზარაძე გეყოლება, ეხლა იმ მედია როგორი იქნება, ეხლა ვიზე ვლაპარაკობთ, ხო? ეხლა მე არ მინდა იქით გადავიდ თქვენი კოლეგი. ვინ არის ჩემი კოლეგი? ტამბოვსკი ვოლკ. როენა მამიდა და ნოტარიკო დეიდა. როენა მამიდა და ნოტარიკო დეიდა რო არიან იქ ერთად, ხო? ისინი გამოგიდგენია. და კარგია. საზოგადოებამ უნდა მოусვინოს ამას და მიხვდეს, რომ ერთადერთი შალვა გამოსავალი არის ის, რა გადაწყვეტილებას ქართულმა საზოგადოებამ მიიღო, რომ მთავარი არის დედა საქართველო.
ჩვენი წარსული, ჩვენი აწყო და ჩვენი მომავალი, ჩვენი წესი, ჩვენი რწმენა, ჩვენი ერთობა, ერთობა იმ ღირებულებების გარშემო, რაც ყოველთვის იყო ტრადიციული საქართველოსთვის. ეს ევროპული ღირებულებები, ვითომ ევროპული ღირებულებები რა, რომელიც შარვალ-ჩახტილი გირჩი აქ ასე ვთქვათ იბრძოდა. აცელებდა, იბრძოდა. ოკუპანტების ოკუპანტები. ისინი იმიტომ იყვნენ სუშეტევაზე გადმოსულები, იცოდე. რო ხედავდნენ მოწინააღმდეგეს რა ფორმით უწევს წინააღმდეგობას, ამათაც გული ეცემოდა ჩეტევისთვის. აინტერესებდა, გულთ რა ხდება. კარგი, იცი რა არის, სასაცილო გახდა უკვე და კარგია შალვა რო ეს ყველაფერი არა, მე სასაცილო მაგარ გაოცებული ვარ, რა კარგი თავდასხმის საშუალება მოგწეს. არაფერი არც თავდასხმაც აღარ გჭირდება. არაფერი ყველაფერი ნათელია. ნებისმიერი როგორც არ უნდა ვერ გვიტანდეს მე და შენ და ვთქვათ რაღაცა ნაწილს. თავი შვილი ხო უყვარს. თავის მომავალი ხო, ოჯახი ხო, საქართველო ხო, ისე როგორც იმას უყვარს. სულ არ არის აუცილებელი რომ ჩვენ ერთნაირად უყვარს, მაგრამ ის მაინც უყვარს და ამიტომ რომ შეხედავს. რო ეუბნები რომ ეს არის საფრთხე რა. შენი გოგო ბიჭია თუ გოგო კაიაკალასი გადაწყვიტავს ხო? ნუ აქ დიდი მადლობა ჩემო გოგა, ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ კიდევ ერთი გადაცემა გვექნება. დიდი გადაცემა და ცოტა ხნით მერე შევისვენებ გაზაფხული ძალაში შევიდა ძალიან და მერე დავრუნდებით აუცილებლად ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებ. მოვიგეთ უკვე. მაგი მოგებულია. დიდი მადლობა. მოვიგეთ. აბა მომავალ პარასკევამდე.